გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. მუკუზანში ორი საცხოვრებელი სახლი და მაღაზია გაქურდეს. ნანიანში კი მარკეტი დააყაჩაღეს. ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტის დეტალები. გატეხილია TVC-ფეი, წაღებულია ძვირადღირებული საქონელი. გაწყდა ბინა. ვისგან როგორანაირად გაგეკვში არა. აჯერიდან იყვნენ გადასულები და კარები შიგნიდან იყო შეგრეული. გურჯაანის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი ფრაქციები ორად გაიყო. ვინ დარჩა მიხეილ სააკაშვილთან და ვინ შეუერთდა ბოკერია უგულავას გუნდს. ნაციონალური მოძრაობის სიით ვარ გასული, მოსახლეობამ დამიჭირა მხარი როგორც ნაციონალური მოძრაობის რაც გვევალებოდა, ისევ დაგვევალება. 1 მარტიდან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ცვლილებები ამოქმედდა. დეტალურად რა შეიცვალა და რა სიახლეებია. სტუმრად ეთერში კახეთიონის სახელმწიფო პროგრამების მართვის ხელმძღვანელი თამარ ცანკაშვილი. უმაღლესი ღვინოა. საოჯახო ტიპის მარნები გურჯაანის მუნიციპალიტეტში რას თავაზობენ ტურისტებს და რა მიზეზით არ სტუმრობენ ვიზიტორები. ვერანაირად ტურისტი ვერ მოდის. როგორც სკოლაში აუცილებელია წერა-კითხვა ისწავლო, მე ვფიქრობ სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სახის ტრენინგი, იმ პროფილით აუცილებელია. საღამოშვიდობის ეთერში ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგძლებთ ნახოთ ჩვენ საიტზე გურჯაანი TV.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ ლინკსა და მაი ვიდეოზე. ქურდობის და ყაჩაღობის ფაქტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ მუკუზანში ორი სახლი და მაღაზია გაქურდეს. სახლებიდან წაღებულია ტექნიკა და ნივთები, მაღაზიიდან პროდუქტი და თანხა მოიპარეს. ნანიანში კი ყაჩაღობა მოხდა. მარკეტის გამყიდველს დანის მუქარის გამოყენებით ფული და მობილური ტელეფონი წაართვეს. გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა გურჯაანში მომხდარი კრიმინალური შემთხვევებით. სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. გამყიდველის ინფორმაციით მაღაზიიდან პროდუქტი, სალაროდან კი თანხა წაიღეს. ასევე გატეხეს TVC-ფეის სწრაფი გადახდის აპარატი. მთლიანობაში მეპატრონემ რამდენიმე 1000 ლარის ზარალი მიიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. გატეხილია TVC-ფეი, წაღებულია ძვირადღირებული საქონელი, სიგარეტები და კონიაკები, აი ესეთი რამეები, ნავაჭრი ფული დატოვებული ჰქონდა აქ და წაღებული იყო მთლიანად აბსოლუტურად ხურდაფულების ჩათვლითაც კი ხუთ თეთრიანების ჩათვლით. არავინ არ არის დამნახე. კარები იყო ძალიან ისე გამოკეტილი, რომ შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ აქ არაფერი არ ხდება. მუკუზანში ერთ ღამეში ორი სახლიც გაქურდეს. ეჭვმიტანილებმა სახოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები მოიპარეს. აჯერიდან იყვნენ გადასულები და კარები შიგნიდან იყო შეგრეული. წაღებული არის ბევრი რამე, რაც მაცივარი, პომპა წაიღეს, ტვინის პომპა. სხვა სახლის გადახეს კი. როდის გადახეს? ესე იგი, აი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იმ დღეებშია ნამუშევარი. მარტო უკვე აღარ დავტოვებთ. გრძნობრო ვიღაცები იყვნენ ესეთი ყაჩაღები და ქურდები შემოსულები, აი კარზე. უკვე ხო შიში გააქვს. გაწყდა ბინა. ვისგან როგორანაირად გაგეკვში არა. რა ვიცი, სახლი გაუტეხიათ და წაუღიათო თუ კი რამე ყოფილა სახლებში. სხვათა შორის დაკეტილები იყო და თბილისში არიან ისე. იმიტომ ეს მიტოვებულია სახლები პატრონოს ესე რომ ვთქვათ. სოფელ ნანიანში კი სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს. დანის მუქარის გამოყენებით გამყიდველს 200 ლარამდე თანხა და მობილური ტელეფონი წაართვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს ინფორმაცია არ აქვს, რა მუხლით აღიძრა საქმე ან დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. ფრაქციებისთვის შეცვლილი სახელები და შეუცვლელი თავმჯდომარეები. გურჯაანის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციები ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან კონსერვატორები გაუქმდა. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ, ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბეს. მასში ვალერი ბარნაბიშვილი, ალექსანდრე ზირაქაშვილი და მიხეილ ბეჟანიშვილი გაწევრიანდნენ. ფრაქციას მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპული საქართველოსთვის უწოდეს. რაც შეეხება ნიკა ნიჟარაძეს, თემურ ბუწაშვილსა და ზაქარია იაგანაშვილს, მათ ფრაქცია გურჯაანის ხმა ჩამოაყალიბეს. ნიკა ნიჟარაძის ინფორმაციით იგი ბუწაშვილთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წევრად დარჩება. ზაქარია იაგანაშვილი კი მათთან როგორც უპარტიო დეპუტატი ისე ითანამშრომლებს.
ჩემთვის მიზნები უცვლელია, მე ისევ ვიქნები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საკრებულოში, იმიტომ რომ მე ნაციონალური მოძრაობის სიით ვარ გასული, მოსახლეობამ დამიჭირა მხარი როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრს და შესაბამისად მე ვაგრძელებ ამ კუთხით მუშაობას, ვიქნები ნაციონალური მოძრაობის ინტერესების დამცველი გურჯაანის საკრებულოში და რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიქნები გურჯაანის მოსახლეობის ინტერესების დამცველი. მიზნები იგივე, მოგეხსენათ რომ ფრაქცია არის ოპოზიციური ფრაქცია და ჩვეულებრივ ოპონირების რეჟიმში ვიქნებით ხელისუფლებასთან და რაც გვევალებოდა, ისევ დაგვევალება ყურადღებას მივაქცევთ აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებას, მათ განვახორციელებთ მათ მონიტორინგის და მონიტორინგის და კონტროლს. ბოლო რამდენიმე წელია გურჯაანის რაიონში არაერთი საოჯახო ტიპის მარანი გაკეთდა. მასპინძლები ტურისტებს ქვეყნის კულტურას, კახურ ღვინოს და ტრადიციულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორების სიმრავლით კი მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა. ეს პოტენციურ ბიზნესმენებს სტიმულს უკარგავს, რომ ღვინის ტურიზმით დაკავდნენ. რა არის მიზეზი და როგორ შეიძლება პრობლემა მოგვარდეს, ეკა თეთრაძე დაინტერესდა. ნოდარის ღვინის მარანში ტურისტული სეზონი აპრილიდან დაიწყება, თუმცა გაიზრდება თუ არა წელს მაინც ვიზიტორების რიცხვი ჯერ არ იცის. ნოდარ ფირადაშვილის 6 საუკუნოვან მარანში ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ტურისტებისთვის საინტერესო გარემოა შექმნილი, მაგრამ როგორ მოიზიდოს ისინი და როგორ განავითაროს საკუთარი ბიზნესი, ამის გამოცდილება არ აქვს. უმაღლესი ღვინოა. ვერანაირად ტურისტი ვერ მოდის. არა მაქვს ისეთი არავისგან დახმარება, რომ შემოიდეს ტურისტი. თუ ესე რაღაცას, რომ რაიონმა გააკეთოს ის, რომ რა სიძველია ხალხს გააგებინოს. მადლობაზე მეტი რა მეთქმის. ჩვენ სტუმრობამდე ერთი დღით ადრე ნოდარ ფირადაშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვია და ღვინის მარანი დაათვალიერა. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, გურჯაანში დაგეგმილია ტურიზმის განვითარება და უცხოეთიდან ტურისტების მოზიდვა. დღევანდელი ვიზიტი ემსახურება გურჯაანის რაიონში კიდევ ერთხელ გავიაზროთ და შევისწავლოთ მთელი ის ტურისტული პოტენციალი, რის საფუძველზე ჩვენ უნდა მოვიზიდოთ როგორც უცხოეთიდან ტურისტები, ასევე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირება გავაკეთოთ. სანამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გურჯაანში ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, ნოდარ ფირადაშვილი ისევ საკუთარი შესაძლებლობების იმედად იქნება. ისევე როგორც ნოდარ ფირადაშვილის მარანში ტურისტების სიმცირეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა კერძო სასტუმროებსა თუ საოჯახო მარნებში. როგორც ვიცით, კახეთში ტურიზმი ვითარდება, მაგალითად სიღნაღში, თელავში, ყვარელში, თუმცა ამ მხრივ გურჯაანი ჩამორჩება. თუ გურჯაანში ტურიზმის განვითარებაზე უფრო მეტად იზრუნებენ, შესაძლოა ისეთი მარნები მომრავლდეს, როგორიც ველისციხის მარანი მუზეუმი ნუმისია. აქ წელიწადში 15,000-მდე ტურისტს მასპინძლობენ. უცხოელები მარანს ათვალიერებენ, შემდეგ კი ქართულ სამზარეულოს სწავლობენ. ტურისტებს კი ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით იზიდავენ. ნუნუ კარდენახლიშვილის თქმით, ადგილობრივ ბიზნესმენებს გამოცდილება აკლიათ. როგორც სკოლაში აუცილებელია წერა-კითხვა ისწავლო, მე ვფიქრობ სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სახის ტრენინგი, იმ პროფილით აუცილებელია. იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი რამე იცვლება, ძალიან ბევრი რამე სხვა ქვეყნებს სხვანაირად სჭირდება რომ მიაწოდო. კახეთში ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია, თუმცა საქმე მხოლოდ ფინანსებში არ არის. პოტენციურ ბიზნესმენებს უცხოელებთან ურთიერთობისა და მენეჯმენტის გამოცდილება აკლიათ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2 საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეჩერებულია. დოკუმენტის თანახმად ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან. რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე გურჯაანში მარტივი შემთხვევითი წესით გამოკითხული რესპონდენტების აზრი არაერთგვაროვანია. რას ფიქრობ და ფაქტიურად ხალხს უნდა დაუბრუნდეს რუსთავი 2. მაგის გარეშე არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთი ეგარი რომ რეალურად ნახდათ სისურვეს ეგენი ლაპარაკობს. ალბათ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. არის რომ მხარეები არიან, მათ პირადი სადაო აქვს და ალბათ სასამართლო გადაწყვეტ მაგაც იმას და სხვა არა უნდა. ძალიან მინიმუმამდე არ ვიჯერა რომ მე ერეოდეს ხელისუფლება მაგ საკითხში. ეს არის პირადი, დიახ, პირადი და ვერ გაურკვევიათ რომელია მფლობელი, რომელი ძველი თუ ახალი მფლობელი. აი ეს არის სხვა არაფერი. დიდი უსამართლობა ხდება ახლა. ძალიან დიდი უსამართლობა და
თუ ჩვენ მხარში ამოუდგებით, გონია რომ ყველაფერი კარგად წავა. ეს სტრასბურგმა გაიაზრა ესა და ასე თუ ისე მხარში ამოდგომა იყო იმათ მხრიდანაც, გონია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. არ ვიცი, უნდა დაუბრუნდეს სამართლიან პატრონს. მაგას ვფიქრობ მე. მე ძალიან მიყვარს რუსთავი 2 ტელევიზია. ძალიან მოხარული ვიქნები თუ კი იქნება ჩვენს არხებზე აუცილებლად. რა ხდება, ვისი რა არის, ვის ეკუთვნის, როდის რა ეკუთვნოდა ტელევიზია ტვინს გვირევს საერთოდ ყველაფერს და აზი არა ვარ რა ხდება ეხლა და ვის რა ერგება და ვინ არის პატრონი და გაურკვეველია. სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთები და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვაში ცვლილებების ახალი ინიციატივით გამოდის. განათლების სამინისტრომ ამაზე მუშაობა უკვე დაიწყო. გაკეთდება საექსკურსიო ობიექტების კატალოგი, სადაც პირველ ეტაპზე 100 ორგანიზაცია იქნება განთავსებული. კატალოგის მიხედვით სკოლებს საშუალება ექნება დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს და იქ ექსკურსია გაკვეთილები დაგეგმონ. 1 მარტიდან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ცვლილებები ამოქმედ და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებით თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული. თანხის მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. დეტალურად თუ რას მოიცავს ცვლილებები, კახეთიანის სახელმწიფო პროგრამების მართვის ხელმძღვანელი თამარ ცანკაშვილი გაგვაცნობს. Ქაუტონ თამარ, დიდი მადლობა რომ ყოველთვის მზად ხართ ტელეკომპანია გურჯაანის კითხვებს უპასუხოთ. მაყურებელს რომ განუმარტოთ, რა ცვლილებები შევიდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში, რომელიც უკვე 1 მარტიდან ამოქმედდა, მაგალითად რა სიახლეები დაემატა საბაზისო პაკეტს. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. როგორც თქვენთვის და ასევე ყველასთვის ცნობილია, 1 მარტიდან შევიდა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის სფეროში. ამ ეტაპზე, რაც გვაქვს ჩვენ მოწოდებული, გაგაცნობთ ამ ცვლილებებს. პირველი დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გაქვთ ამ შესახებ. არა, დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც უკვე ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც უნდა ისარგებლოს ნებისმიერმა მოქალაქემ და ასევე ნებისმიერმა სამედიცინო დაწესებულებამ. პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით დაზღვეული პაციენტები, ვინც იყვნენ, რომლებიც სარგებლობდნენ როგორც კერძო დაზღვევით, ასევე მათ ჰქონდათ კიდევ მინიმალური საყოველთაო დაზღვევა, ანუ ორმაგი დაზღვევის პრინციპით სარგებლობდნენ ასეთი ადამიანები. საბაზისო პაკეტით ვერ სარგებლობდნენ და საბაზისო პაკეტით ვერ სარგებლობდნენ და ისინი სარგებლობდნენ მინიმალური პაკეტით. 2017 წლიდან ასეთი ადამიანებისთვის, ასეთი მოქალაქეებისთვის ამოქმედა საბაზისო პაკეტი. თუ კერძო დაზღვეულია პირი და დაკარგავს სამსახურს მაგალითად, მერე რა მოხდება, როგორ ჩაერთვება საყოველთაო დაზღვევაში? შემდგომი განსაზღვრება გვაქვს ასეთი, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირი, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, მას ავტომატურად გაუქმდება საყოველთაო დაზღვევა. ანუ იგი ისარგებლობს მხოლოდ კერძო დაზღვევის პირობებით. თუმცა პირი, რომელიც დააკარგავს სამსახურს, ან და შესაძლებელია შემდგომ ჩაერთოს კერძო დაზღვევაში, ესეც არის ჩადებული ამ პროგრამაში. ისე რთული პროცესი ხომ არ იქნება, იმიტომ რომ მე მახსოვს შარშან ეს იყო სერიოზული პრობლემა და თავად ჯანდაცვის მინისტრსაც ვკითხები ამის შესახებ და თქვა, რომ რამდენიმე თვეში ამოქმედებოდა, თუმცა შემდგომ ეს პერიოდი გაიწელა და იგივე პრობლემა ხომ არ შეექმნებათ? არა, არ შეექმნებათ. ანუ ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირი, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, ვერ ისარგებლებს საყოველთაო დაზღვევით. ანუ ან და პიროვნება, რომელსაც აქვს საბაზისო პაკეტი, ან სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით და შემდგომ მოხდება უკვე მის კერძო სადაზღვევო კომპანიაში დარეგისტრირება და ამ პაკეტითაც სარგებლობა, იგი იმოქმედებს ორმაგი დაზღვევით, ისევ ანუ საბაზისო დაზღვევაც ექნება მას და კერძო დაზღვევაც იქნება. მხოლოდ ეს მოხდება მანამდე, სანამ კიდევ არ
განახლდება ბაზები და არ შევა რაიმე ცვლილება შესაბამის დებულებაში. რაც შეეხება იმ სიახლეებს, რაც დაემატა უკვე საბაზისო პაკეტს და რაც ცვლილებებიც განხორციელდა პირველი მარტიდან. ანუ რაც შეეხება თითოეული პაკეტის მიხედვით მოდით გავაკეთოთ ასეთი განსაზღვრება და დავაკონკრეტოთ. ანუ როგორც ვიცით, არის საბაზისო პაკეტი, არის 218 დადგენილება და არის 165 დადგენილება, სადაც გაერთიანებული არიან პენსიონერები, საპენსიო ასაკის მოქალაქეები. ეს დადგენილება შეიძლება ვერ გაიგოს მაყურებელმა და ვისაუბროთ მაგალითად საბაზისო პაკეტში რა შედის და რა სიახლეებში. მაშინ ასე გავაკეთოთ. ასეთი სახით ვისაუბროთ, რომ უმწეოებისთვის, პედაგოგებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის განისაზღვრება ასეთი ტიპის მომსახურება. ოჯახის ექიმის მომსახურება, ანუ სოფლის ექიმის მომსახურება და როგორც აქამდე იყო, ასევე გაგრძელდება 100%-იანი თანადაფინანსებით. თუ კი მათთვის ამ მომსახურებაში? ანუ პაციენტი, რომელიც აი მაგალითად სოფლის მოსახლე, ხო, მას ყავს თავისი სოფლის ექიმი. პირველადი მომსახურება უნდა მიიღოს სოფლის ექიმთან. სოფლის ექიმის მიმართვით უნდა შემდეგ გადამისამართეს პროვაიდერ კლინიკაში, რომელიც არჩეული აქვს პაციენტს, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროგრამის ძალიან სწორად განვითარებაში და სწორად განხორციელებაში სოფლის ექიმი, ანუ ოჯახის ექიმი. იმიტომ რომ ოჯახის ექიმის მიმართვის შედეგად ხდება უკვე მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარება, რაც უნდა შემდეგ ჩაიტაროს პაციენტმა, ეს იქნება კონსულტაციები თუ გამოკვლევები. 100% დაფინანსებით რა მომსახურებას მიიღებს? როგორც წეღან ვამბობდით და ვსაუბრობდით, ანუ პედაგოგების უმწეოებისთვის, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პედაგოგები ვთქვით კი, მათთვის სოფლის ექიმის, ოჯახის ექიმის მომსახურება არის უფასო, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე განისაზღვრა ჩაიტარებს ვიწრო სპეციალობის ექიმების კონსულტაციას. აქამდე იყო თითქმის ყველა ექიმის კონსულტაცია შედიოდა და არ იყო ესეთი განსაზღვრული, ეხლა არის ზუსტად ჩამოყალიბებული, რომელი ექიმის კონსულტაცია მას შეუძლია ჩაიტაროს. ეს არის ქირურგის, ეს არის კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი. ამ შემთხვევაში 70%-ს აფინანსებს სახელმწიფო. 70%-ს აფინანსებს სახელმწიფო მხოლოდ მათი იმ კატეგორიისთვის, რომელიც არც პედაგოგია, არც უმწეოა, არც 0-5 წლამდე ასაკი აქვს და არც პენსიონერია. ანუ ჩვეულებრივი დანარჩენი აი ამ შუალედში მოქცეული მოსახლეობისთვის. ეს არის 70%-იანი თანაგადახდა სახელმწიფოს მხრიდან და 30%-ს იხდის თვითონ პაციენტი. დანარჩენი უკვე წეღან ჩამოთვლილი ადამიანებისთვის, პაციენტებისთვის, მოქალაქეებისთვის არის 100% თანაზღაურებული სახელმწიფოს მხრიდან. ეს რაც შეეხებოდა კონსულტაციებს. ეხლა გამოკვლევები. ეს არის ეხოსკოპია და რენტგენოგრაფია, რაც ძალიან ხშირად აინტერესებს თვითონ პაციენტებს. ესეც აუცილებლად ექიმის მიმართვის საფუძველზე უნდა გაკეთდეს. 70%-ს უფინანსებს ანუ მხოლოდ მათ, ვინც არ მიეკუთვნება არც პენსიონერია, წეღან ვინც ჩამოთვალეთ აი ამ ჯგუფს, ვინც განეკუთვნება, 70%-ს უფინანსებს სახელმწიფო და 30%-ს იხდის ეხოსკოპიური გამოკვლევებიდან განისაზღვრა მუცლის ხურს ეხოსკოპია, მცირე მენჯის ეხოსკოპია, შარდსასქესო სისტემების ეხოსკოპია და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, ეს არის გულმკერდის რენტგენი და ძვლების რენტგენოგრაფია. ელექტროკარდიოგრაფია, რასაც ჩვენ EKG-ს ვეძახით, ეს არის 100% დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან ყველა ტიპისთვის. ყველა ტიპის პაციენტისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ შესაძლებელი იყო სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტები დაეფინანსებინათ, თუ გაქვთ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია, თუ მიიღეთ ჯანდაცვის სამინისტროდან. იცით, ასეთი ინფორმაცია, ასეთი დაფინანსების შესახებ ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეს უფრო სოციალური სააგენტოს
სფეროა, რა თქმა უნდა ჩვენიც, მაგრამ ნუ არ მაქვს ამის შესახებ მე ინფორმაცია მედიკამენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით რაც ცვლილებები შევიდა. დიახ. რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზღვევის პაკეტი პიროვნების შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. დიახ, იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ უნდა ყოფილიყო ასეთი ცვლილება შეტანილი და შესული, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია დადასტურებული არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ვახორციელებთ და ვაჟღერებთ იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციაც მოდის უკვე დებულების სახით დადგენილი და შესაბამის დებულებაში ცვლილების სახით თუნდაც შეტანილი. კონკრეტულად პიროვნება რა პაკეტით სარგებლობს? ამის შესახებ ინფორმაცია როგორ შეუძლია მოიპოვოს ახლა? თქვათ, შეუძლია ცხელხაზე დარეკოს თუ რამე ცვლილება დიდად არ მომხდარა და იგივე პაკეტით ისარგებლებს, რაც შარშანი იყო. პაციენტმა შეიძლება მიიღოს როგორც კლინიკაში, ჩვენთანაც შეუძლიათ, ანუ ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ასე დროს პაციენტებს, რომ გავარკვიოთ, როგორი სახე, თუ რა სახის ინფორმაცია სჭირდება და შესაბამისად შემდეგ უკვე ვაძლევთ მიმართულებას. მას შეუძლია დარეკოს ცხელხაზე 15.05 უფასოას არის განხორციელება და ნებისმიერ სახის ინფორმაციას თვითონ პაციენტი მიიღებს უკვე სამინისტროს მხრიდან. ოღონდ აუცილებლად თვითონ პაციენტმა უნდა დარეკოს შესაბამის იდენტიფიცირების მოხდენის შემდეგ, რომელი პაკეტით სარგებლობს, ან რომელ კლინიკაშია დასხეული, შესაძლებელია რომ დაავიწყდეს. გვაქვს ხოლმე ჩვენ ასეთი შემთხვევები, რომ აღარ ახსოვს პაციენტს, რომელ კლინიკაშია დასხეული და რომელია პროვაიდერი და ასეთი სახის ინფორმაციები შეუძლია მიიღოს ცხელხაზე დარეკვის შედეგად. რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია ამის შესახებ, რა ცვლილებები არის? თუ კახეთიონს არ ეხება? დიახ, კახეთიონს არ ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ამბულატორიული მომსახურებით ვემსახურებით ამ ეტაპზე ჩვენს მოსახლეობას და ამიტომ მე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. და ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, მთავარი სიახლე რა არის, რაც 1 მარტიდან ამოქმედდა? ანუ რეზიუმის სახით რომ გავაკეთოთ, მთავარი სიახლე არის ის, რომ პაციენტებს, მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობდნენ ორმაგი დასხივებით, აღარ ექნებათ ორმაგი დასხივა. ანუ 2017 წლიდან ასეთი მოქალაქეები გადავლენ საბაზისო პაკეტით მომსახურების პირობებით. ერთი ეს განისაზღვრა ძალიან მკაცრად და ძალიან კონკრეტულად იმ ვიწრო სპეციალობის ექიმებთან კონსულტაცია, რომელიც მათ ეკუთვნით 100%-იანი თანადაფინანსებით თუ 70%-იანი თანადაფინანსებით. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ უმწეობისთვის, პედაგოგებისთვის, პენსიონერებისთვის ეს არ იყო მკაცრად ჩამოყალიბებული და კონკრეტულად ასე განსაზღვრული და ახლა უკვე არის განსაზღვრული და შესაბამისად განისაზღვრა ინსტრუმენტალური კვლევები, ეს რენტგენოგრაფია იქნება თუ ეხოსკოპია, თუ რომელი გამოკვლევის გაკეთება შეუძლია მას შესაბამისი თანადაფინანსების მიღებით. და ლაბორატორიულ გამოკვლევებსაც დაემატა, ანუ უმწეობისთვის, პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის დაემატა რამოდენიმე ლაბორატორიული გამოკვლევა, რაც მანამდე არ იყო პაკეტში. რომელი გამოკვლევებია ეს? კი ბატონო, ახლა აგიხსნით, ჰემოგლობინი საბაზისო პაკეტისთვის არ იყო ცალკე გამოყოფილი და საბაზისო პაკეტს დაემატა ჰემოგლობინი. რაც შეეხება დანარჩენებს უკვე, ხომ? ქოლესტერინის სისხლში, შრატში, ლიპიდების განსაზღვრა, პროთრომინის დრო, INR-ს რასაც ვეძახით, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები, ესენი დაემატა. საბაზისო პაკეტისთვის ეს ბოლო ორი ჩამონათვალი, რაც არის ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯები 70%-იანი თანადაფინანსებით არის ისევ და დანარჩენი პაკეტებისთვის ეს 100%-იან თანადაფინანსებაში მოექცა. დიდი მადლობა ქაუტან თამარ, ასეთი საჭირო ინფორმაცია რომ მოგვაწოდეთ. მადლობთ. განათლება, ტურიზმი, ეკონომიკა და სოციალური სფერო ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გადაცემაში დეპუტატი გისმენთ. მაჟორიტარი გურჯაანელებს დაპირდა, რომ მარტის ბოლომდე სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსთან შეხვედრასაც უზრუნველყოფს. მან გადაცემაში ასევე ისაუბრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე, რომელიც სამუშაო ადგილების გაზრდას, საოჯახო მარნების და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას მოიცავს. ტურიზმის ამ გურჯაანში ეს არის საოჯახო მარნების განვითარება, საოჯახო მარნების განვითარებით გურჯაანის რაიონი შეიძლება გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესო ტურისტისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული საოჯახო მარნის განვითარება არის კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადგილი. ამ საოჯახო მარნებს აუცილებლად ჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა.
გარემოს დაცვის მინისტრი თელავში გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვითი საკითხებით დაინტერესებულ პირებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე აგულაშვილმა ნარჩენების მართვის საკითხებზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა ალაზნის ჭალებში უკანონო ხე-ტყის მოპოვებასა და ამ მხრივ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზეც. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგებლები და გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ. კახეთში ჩვენი ჩამოსვლის ძირითადი მოტივი იყო ალაზნის ჭალის ტყეებში არსებული ვითარება, რომელიც ჩვენი აზრით შეფასებულია ძალიან მძიმედ, რადგან გვაქვს უკანონო მოპოვების, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ძალიან ბევრი შემთხვევა. ეს არის ერთი მთავარი თემა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ამის პარალელურად უამრავ საკითხს განვიხილავთ ჩვენ, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვით პრობლემებს. მე შევაფასებდი, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერია. ალაზნის ჭალის ტყეები არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ალაზნის, კავკასიონის, კახეთის ეკოსისტემისათვის. ამიტომ ამ ტყეებს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. ეს თათბირი დასახავს კონკრეტულ ნაბიჯებს და გეგმებს, რათა უკანონო გამოყენება, ყოველგვარი გამოყენება ჭალის ტყეებისა იქნას აღკვეთილი და ამ მიმართულებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გადავდგავთ ხმედით ნაბიჯებს. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელ მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის ევროპელ მედია ექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს. ინიციატივა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედია გარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედია სივრცეში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული. შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს ამის შესახებ ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე ბრალდებული. გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დეკანოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რამიშვილმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელსაც დეკანოს გიორგი მამალაძის დაკავების დროს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ზეწოლასაც. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა მშვიდობის მყოფელებმა საცეცხლე მომზადებაში პირობითად დაშავებულის პირველად სამედიცინო დახმარებაში და ევაკუაციაში, ასევე სიტუაციურ და აერომობილურ წვრთნებში გაიარეს მომზადება. სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. სწავლებები ავღანეთში ატარებს პერმანენტულ ხასიათს, რათა შენარჩუნებული იქნას საბრძოლო მომზადებისა და მოტივაციის ის მაღალი დონე, რაც ქვეყანაში გვაქვს. აღნიშნული სწავლებები ორიენტირებულია რეალურ ამოცანაზე და მასში ინტეგრირებული გვაქვს ის სცენარები და ვითარება, რასაც შეიძლება რეალურად ადგილი ქონდეს ავღანეთში. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავატარეთ სიტუაციური სწავლება. მოხდა არაპირდაპირი ცეცხლი ერთ-ერთ ტაუერზე. პიარტი ჯგუფმა მოახდინეთ დაშავებულების პირველადი სამედიცინო დახმარება. გამოვიზახეთ სწრაფი რეაგირების ჯგუფი გვარდიის ოცეულიდან. გვარდიის ოცეულმა მოახდინა დაზარალებულების ევაკუაცია ბაგრამის საავიაციო ბაზის ადგილობრივ ჰოსპიტალზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორიის დაცვა, ტელევიზიის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება. ამ საკითხებზე კონფერენციაზე იმსჯელეს. ყველა მომსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდულობს შესყიდვების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით
და ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში უბრალოდ ტენდერს მიღმა გადის ყველა ის პროგრამა, რომელიც შეიძლება იყოს შეძენილი გარეწარმოების საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ასევე მომსახურებები, ну ცხადია რომ არაავტორიზებული პირებისგან პროგრამებსაც იძენს ტენდერის გარეშე. აქ ცვლილებებში საერთოდ არ არის საუბარი აუცილებლად ჩატარდება თუ არა კონკურსი თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიიღოს მენეჯმენტი აი ამას და ცხადია სრულად მისაღებია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით რომ ტენდერით შესაძლოა ვერ მიაღწიო კარგი ხარისხის პროდუქტის შეძენას. დღეს ბაზარზე არსებობს ორი კომპანია, რომელიც ითვლის რეიტინგებს, თუმცა მათი მონაცემები არის განსხვავებული და ასეთი განსხვავებული მონაცემების პირობებში, როდესაც გადაცემებს მხოლოდ რეიტინგით აფასებ, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. გარდა ამისა, როგორც გითხარით, რეიტინგ ჩვენ კონფერენციაზე ასევე მოგიხილეთ ის ტენდერი, როგორც შეირჩა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეიტინგების დათვლისთვის კომპანია და აი ამ მომსახურებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. თავარი ის არის, რომ სწორედ დღეს აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლი უკვე ასრულებს თავის ფუნქციას. იგი გახდა საზოგადოებისთვის საინტერესო, მის გამო საზოგადოებას აქვს რეაქცია და ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საზოგადოების ფართო მონაწილეობით. მე არ მინდა დღეს რაღაც ასე თუ ისე წამლებზე ვისაუბროთ, დღესვე ეს უნდა მოხდეს თუ სხვა რამ. მე მინდა რომ სწორედ საზოგადოების ფართო დისკუსიის შედეგად მოხდეს ყველაზე რელევანტური, ყველაზე ობიექტური გამოსავლის მოძებნა. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა მის სატელეფონო ზარებს უსმენდა. სოციალურ ქსელ ტვიტერში ტრამპმა ობამას ცუდი ავადმყოფი ბიჭი უწოდა. როგორ დაიცა, ჩემი ტელეფონების მოსმენა დაიწყო ავადმყოფმა ბიჭმა დაპოსტა ტრამპმა. ნუ თუ ლეგალურია, რომ მოქმედი პრეზიდენტი სხვა პრეზიდენტობის კანდიდატების სატელეფონო საუბრებს უსმენდეს, საშინელებაა. ახალხან შევიტყვე, რომ არჩევნების წინ ოქტომბერში ობამა ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენდა ტრამპ თაუერში. ვერაფერიც ვერ ნახა, ამას ქვია მაკარტის მიწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერის საკუთარ გვერდზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანია მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც თურქ მინისტრებს გერმანიის ორ ქალაქში თურქულ დიასპორასთან ერთად აქციების ჩატარებაზე უარი განუცხადეს. სტამბოლში ქალებისა და დემოკრატიის ფონდის შეხვედრაზე სიტყვით გამოცვლისას ერდოღანმა გერმანიას ბრალი დასტო ნაცისტური ჩვევების გარემოებაში. გამეორებაში გერმანია შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან, შენი ბოლო ქცევები არაფრით განსხვავდება ნაცისტური ქცევებისგან, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალტრა TV-მ გავრცელა. სენსაცია მედიცინაში ქართველმა ექიმმა 23 წლის გოგონას ღორის გულის სარქველი გადაუნერგა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში გულსისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში მსოფლიოში პირველად პაციენტს გულის არახელოვნური სარქველი, არამედ ღორის ბიოლოგიური მასალისგან შექმნილი გადაუნერგეს. ოპერაცია საქვეყნოდ ცნობილმა ქართველმა ექიმმა ლეო ბოკერიამ ჩაატარა. კიშინიოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ალექსანდრე ბალანმა შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში. იდეის განხორციელების შემთხვევაში ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავი აღარ აფეთქდება. 2013 ასე ქვია ქიმიური შემაერთების სითხეს, რომელიც ავტორმა შეიმუშავა, იგი შეერევა საავიაციო საწვავს. 1 ლიტრი საკმარისია 100 litrზე კატასტროფის შემთხვევაში. CAABA 2013 საწვავს აქცევს მყარ-მწვავე ფერის მასად და ნავთის აალება უკვე შეუძლებელი ხდება. მეორე სისტემა უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს, იგი სპეციალურ ტიტანის კაფსულებშია მოთავსებული. კატასტროფამდე 8 წამით ადრე კაფსულა ავტომატურად იწყებს მოქმედებას. სალონი ივსება ქაფით და მყარდება, ქმნის დამცავ გარს მგზავრების გარშემო, რაც გარანტიას იძლევა, რომ დანარცხების შედეგად მგზავრები ტრამვას არ მიიღებენ. კატასტროფიდან 30 წამის შემდეგ ქაფი ისევ სითხეთ იქცევა და საწყის მდგომარეობას უბრუნდება. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. გიორგი ვარდოსანიძე სომეხი პოპულარსკვლავის კლიპში გადაიღეს, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ხშირად მონაწილეობს მომღერლების კლიპებში. რამდენიმე სიმღერა თავადაც ჩაწერა და მსახიობობის პარალელურად შეიძლება ითქვას მომღერლის კარიერაც აქვს. ამჯერად გიორგი მის ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც მსახიობ ნათია წიწილაშვილთან ერთად მონაწილეობს.
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში სტუმრად მედინა დელ კამპოში ესპანეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 20-10 დაამარცხა. პირველი ტაიმი ესპანელებმა მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში ბორჩხალოსნებმა მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დადეს, თუმცა მსაჯმა ლელოები არ ჩათვალა. საბოლოო ანგარიში კი კურიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოს წინა წუთზე დააფიქსირა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას 12 მარტს თბილისში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გემშვიდობებით ხუთშაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და ასევე სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ ლინკსა და მაი ვიდეოზე ნახვამდის.